პოკროვსკი რუსებმა ჯერ კიდევ ვერ აიღეს, უკრაინელები ტაქტიკურ კონტრდარტყმებს აგრძელებენ, პოკროვსკის გარდა მძიმე შეტაკებებია მირნოჰრადში. გამარჯობა, მე რატივარ მუჟირი, ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ არხს თავისუფალი ადამიანებისთვის. დღეს არის 7 ნოემბერი 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1354 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებზე ვილაპარაკებ დღეს, შედარებით მოკლე ეპიზოდი იქნება. სანამ გადავალ სიტუაციაზე ფრონტზე, მანამდე მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც ალაიქებს ვიდეოებს, აქტიურობთ კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა, ვინც დონაციით არის დაკავებული, თქვენი დახმარებით, როგორც ხედავთ და გესმით, ხმა გამოსწორებულია. ხოლო თქვენ, ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, შეგახსენებთ აღწერაში ანგარიშის ნომერია, ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია. ვისაც დონაციის საშუალება არ გაქვთ, არხის გამოწერითაც და ლაიქებით, კომენტარებში აქტიურობით, ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ არხის განვითარებას. მადლობა კიდევ ერთხელ და გადავიდეთ. სიტუაცია პოკროვსკში კვლავ კრიტიკულია, უკვე მეორე კვირა ამაზე ვსაუბრობთ, მას შემდეგ რაც რუსების ფართო შეჟონება მოხდა ქალაქში, იქ მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, თუმცა ჯერჯერობით ქალაქის სრული აღება რუსებმა ვერ მოახერხეს, უკრაინელები აგრძელებენ თავდაცვის ბრძოლებს, რუკებს რაც შეეხება, აი ასეთი არის სიტუაცია Deep State-ის მიხედვით, როგორც ხედავთ, აქ პრაქტიკულად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა ის მოცულობა, რაც რუსებს აქვთ დაკავებული და ასევე კიდევ უფრო გაიზარდა მოცულობა, რომელიც საბრძოლო მოქმედებებით არის მონიშნული Deep State-ის რუკაზე. იგივე სიტუაცია არის ოდნავ განსხვავებით სლივაჩნი კაპრიზის, ასე ვთქვათ, რუსული წყაროს რუკებზე, აი თქვენ ხედავთ, აი ეს ვითარება არის, ხოლო რაც შეეხება ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკას, ის ასე გამოიყურება. მუქი წითელით აღნიშნული არის ის მონაკვეთები, სადაც ბოლო 24 საათში დაამყარეს კონტროლი რუსებმა. ვარდისფერი არის ტერიტორია, რაზეც მანამდე ჰქონდათ კონტროლი, ხოლო ყვითლად მონიშნულია ის ადგილები, სადაც ახლაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. Deep State-ის რუკაზე რო გადავიტანოთ, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემები დაახლოებით აი ასე გამოიყურება. აი დაახლოებით როგორც ახლა თქვენ უყურებთ, აი ასე. ეს არის რასაც კონტროლს ახორციელებენ რუსები, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რაც შეეხება სლივაჩნი კაპრის, მათ შედარებით ნაკლები აქვთ აღნიშნული და მათი მონაცემები მოდი აღვნიშნოთ ყვითელით. მათი მონაცემებით აი დაახლოებით ესე გამოიყურება კონტროლის ზონა. ხოლო თავად Deep State-ს კი ხედავთ, როგორი სიტუაციაც არის. როგორც ხედავთ, ყველაზე მეტად ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე არის ყველაზე მეტი ტერიტორია დაკავებული რუსების მიერ, თავად სლივაჩნი კაპრის შედარებით ნაკლები აქვს, ხოლო Deep State-ს რაც შეეხება, აქ პრინციპში ის ტერიტორიები, რომლებიც მონიშნულია წინაო რუკაზე, როგორც რუსების მიერ დაკავებული, Deep State-ის რუკაზე მონიშნულია როგორც საბრძოლო მოქმედებების არეალი. ეს ვითარება არის და როგორც იქნა გაირკვა, რა უნდოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის შავი ქორის დესანტს, რა მისიით იყო, უკვე ოფიციალური ვერსია არის. მე შეგახსენებთ, რომ მათი დესანტირება მოხდა დაახლოებით აი ამ ზონაში და როგორც წინა ეპიზოდში გეუბნებოდით, მათ შორის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, აი ამ ტერიტორიაზე გზების დებლოკადაზე იყო საუბარი და პრინციპში მოგვიანებით, როდესაც უკვე თვითონ გურმა გააკეთა განცხადება, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ცალკეულად არ მოქმედებენ, ასე ვთქვათ, და შერეული არიან უკრაინის არმიასთან, სხვადასხვა დანაყოფებთან და სხვადასხვა საბრძოლო მისიებით არიან და როგორც გური გვეუბნება, მათი მიზანი იყო დესანტირების ზონიდან გადასულიყვნენ რკინიგზის მიმართულებით და რკინიგზის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დაიკავებინათ და მასზე აიღოთ კონტროლი, რაც გულისხმობს იმას, რომ აი ამ მონაკვეთზე არიან დაახლოებით გამაგრებულები და იცავენ უკრაინულ პოზიციებს სამხრეთიდან რუსული შტურმების შესაკავებლად. აი ამ ტერიტორიებიდან
და როგორც ჩანს ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ გულის განცხადება, ეს ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ კიდევ ერთი ფრანგული წყაროს დახმარებით. აი ეს არის ფოტო, მე ამ წყაროს ხშირად თავაზობთ ხოლმე, აი ამ წერტილებით აღნიშნული არის ასე ვთქვათ ის მონაკვეთები, სადაც ხდება რუსული ავიადარტყმები. ყვითლები არის გასული კვირის, ხოლო წითლები არის უკვე მიმდინარე კვირის ავიადარტყმები. ანუ როგორც გითხარით, რუკაზე რო შევხედოთ, ასე უფრო კარგად გამოჩნდება. გური დაახლოებით აი ამ მიდამოებში არის გამაგრებული ახლა და იცავს უკრაინულ პოზიციებს, ხოლო აი კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ავიადარტყმების რუკას, აი აქ ხედავთ, ზუსტად იგივე მონაკვეთი არის, რაზეც აღნიშნულია, ანუ როგორც ჩანს, უკრაინული ძალები გადავიდნენ რკინიგზის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და იქიდან იცავენ პოზიციებს. და ასეთი ვითარება არის. რო დაუკვირდეთ, ასე ვთქვათ, პოკროვსკის ისტორიას, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იყო მიახლოვებული, მივიდნენ რუსები ახლოს ამ ქალაქთან და მაშინ დაიწყო ქალაქისთვის ბრძოლები. აი ეს რუკა თქვენ ხედავთ, რომ დაყენებული არის 1 იანვარი 2025 წელი. აქ არის ქალაქი პოკროვსკი. ეს არის ქალაქი პოკროვსკი და აი ეს ტერიტორია აქვთ გავლილი ამ 1 წლის განმავლობაში, ანუ აი ამ 10 თვის და 1 კვირის განმავლობაში და რო გავზომოთ სად იყვნენ და სად მივიდნენ, ჩვენ ხედავთ, რომ ამ 10 თვის განმავლობაში მხოლოდ 5 კილომეტრი, ნუ 5 და 800 დაახლოებით 6 კილომეტრი აქვს წინსვლა მთელი პრაქტიკულად წლის განმავლობაში, ანუ ზამთრის, გაზაფხულის, ზაფხულის და ახლა უკვე შემოდგომის კამპანიების ფარგლებში იმის ნაცვლად, რომ რუსები გასულიყვნენ, ასე ვთქვათ, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მაინც, აი ეს 6 კილომეტრიანი წინსვლა აქვს ამ მიმართულებით, რაც შეეხება მირნოჰრადს, აქ წინსვლა დაახლოებით იგივე არის. 7 კილომეტრი, ოდნავ მეტი. ეს ორი, ასე ვთქვათ, ქალაქი, იმიტომ მოგიყვანეთ, რომ აქ არის ყველაზე ხელშესახები წინსვლა, ხო? თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რუსებს წინსვლა აქვთ მას შორის კუპიანსკის მიმართულებით და ახლა ნახოთ კუპიანსკთან როგორ შეძლეს წინსვლა, ეს არის ქალაქი კუპიანსკი. აი აქ არის ქალაქი კუპიანსკი, წლის დასაწყისში, აი აქ არიან რუსები და ეხლა რომ გავზომოთ ისევ როგორი არის წინსვლა ამ მიმართულებით. აი ამ 10 თვესა და 2 კვირაში კუპიანსკის მიმართულებით 3, დაახლოებით 4 კილომეტრი აქვს წინსვლა. ეს არის ის, რაც შეძლეს რუსებმა ამ 1 წლის განმავლობაში, თუმცა შუაში მათ ჰქონდათ საკმაოდ ყველაზე სერიოზული გარღვევა, რომელიც წლევანდელ კამპანიების დროს მოახერხეს და ეს არის დობროპილიას მიმართულებით. თქვენ ხედავთ, რომ წლის დასაწყისში, ანუ უпростоრეთ 1 აგვისტოს ზაფხულის დასაწყისში, როდესაც გარღვევა დაიწყო დობროპილიას მიმართულებით, რუსები იმყოფებიან ყველაზე ახლოს დობროპილიასთან მაიაკის დასახლებაში და შემდეგ უკვე, როდესაც იწყება ეს გარღვევა, ჩვენ ხედავთ, რომ აი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უწყვეტი გარღვევა არის და ჯამში, აი ამ 2 კვირის განმავლობაში მათ შეძლეს, რომ აი მაიაკიდან, ვთქვათ, ზალატოი კოლოდესამდე ყველაზე მაქსიმალური რაც იყო, დაახლოებით 13 კილომეტრიანი წინსვლა ჰქონდათ, ეს არის ყველაზე დიდი წინსვლა, რაც რუსებმა შეძლეს 2025 წლის საბრძოლო კამპანიების დროს. თუმცა თქვენ კარგად იცით, რომ ამის შემდეგ უკვე იწყება უკრაინული დეოკუპაცია და დობროპილიე ეტაპობრივად ნადგურდება ეს გარღვევა, უკვე აგვისტოს ბოლოს დასტაბილურებული არის, იწყება დეოკუპაცია, ხედავთ როგორ ეტაპობრივად ახდენენ უკრაინელები კონჩეტევას ამ მიმართულებაზე და უკვე სექტემბრის ბოლოსთვის პრაქტიკულად რამდენიმე დანაყოფი არის ალყაში, ოქტომბერი ამ ალყების
ჩახურვას დაჭირდა, ასე ვთქვათ და დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვხედავთ, რომ დობროპილეს გარღვევა პრაქტიკულად აღარ არსებობს, ის რუსმასზე უკრაინელებმა სრულად აღადგინეს კონტროლი და აი ვხედავთ, ეს იყო ადგილი, სადაც დობროპილეს გარღვევის დაწყებისას იყვნენ რუსები და ახლა ისევ აქ არიან, აქ არის საბრძოლო მოქმედებები, ანუ აი ეს გარღვევა, რომელიც რუსებმა მოახერხეს ამ ხნის განმავლობაში, სრულად აღმოფხრილია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს შემდეგს, რომ რუსები უტევენ იქ, სადაც შეუძლიათ და არა იქ, სადაც სურთ. ამას გარდა რაც უნდა აღინიშნოს, რითი განსხვავდება ახლა ვთქვათ პოკროვსკი მირნოჰრადის სიტუაცია აი ამ დობროპილიეს გარღვევისგან და რატომ ასე ვთქვათ მათ შორის უკრაინული წყაროებიც არ არიან იმედიანად რომ თუ კი პოკროვსკი დაიკარგება ისევე მალე მოხდება მასზე კონტროლის დაბრუნება როგორც დობროპილიეზე როგორც თქვენ ხედავთ დობროპილიეს მიმართულებით არის რამდენიმე დასახლება თუმცა ეს არის პატარა დასახლებები და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ველი არის მინდვრებია აი ამ რუკაზე უკეთ ჩანს თქვენ ხედავთ რომ დასახლებებს შორის რამხელა მანძილი არის და მე ასე ვთქვათ წინა ეპიზოდებში გიყვებოდით ამის შესახებ, როდესაც გვაქვს, როდესაც არის ცოცხალი ძალის დეფიციტი და უკრაინელები საგზნო დეფიციტში არიან, გაცილებით მარტივი არის მათთვის გაშლილი ველების დაცვა, ვიდრე თუნდაც ქალაქების და რატომ ხდება ეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გაშლილ ველებზე გაცილებით მარტივი არის აღმოაჩინო მოწინააღმდეგე, რომელიც გადაადგილდება და იგივე უპილოტოების FPV დრონების დახმარებით აქ უკვე უპირატესობა ჰქონდათ უკრაინელებს ვიცით, გაანადგურო მოწინააღმდეგე და მასზე ასევე კონტრდარტყმები აწარმოა, რაც შეეხება იგივე პოკროვსკის, ჩვენ ვიცით, რომ პოკროვსკიში უკვე მეორე კვირაა ძალიან კრიტიკული სიტუაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული წმედითი ოპერაციები და აქ ასე ვთქვათ კატათაგობანა ხდება პრაქტიკულად, როდესაც უკრაინელები შედიან ერთ რომელიმე შენობაში, ხდება მისი გაწმენდა, რუსები პირდაპირ კონტაქტზე ერიდებიან, გადადიან მეორე შენობაში და როდესაც უკრაინელებს გონიათ, რომ ერთი შენობა გაწმენდილია, ამ დროს გადადიან მეორე შენობაში და რუსები ახერხებენ იგივე შენობაში დაბრუნებას. გარდა ამისა, გვაქვს სიტუაცია, როდესაც ხრუშოვკებში და კი უკრაინაშიც ხრუშოვკები ჩვეულებრივი ამბავია, საბჭოთა სიმახინჯე, როდესაც მეხუთე სართულზე ვთქვათ, რუსები არიან განლაგებულები, მეოთხეზე უკრაინელები, მესამეზე ისე რუსები, მერე ისე უკრაინელები და ასე სართულიდან სართულზე მიმდინარეობს ბრძოლა და თუ კი ასეთი სიტუაცია არის შენობაში, ვინ იტყვის, რომელი მხარე აკონტროლებს ამ შენობას, ხო? რეალურად ვერც ერთი, თუმცა რუსები რადგან ბოლო სართულზე არიან, შეიძლება თქვან, რომ ისინი აკონტროლებენ, ხოლო უკრაინელები რადგან ქვევიდან უტევენ, შეიძლება თქვან, რომ თვითონ აკონტროლებენ. შესაბამისად, აი ეს ვითარება არის პოკროვსკიში და აქედან გამომდინარე ძალიან რთული არის იმის თქმა, თუ როდის დასრულდება ეს ამბავი. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იღებს გადაწყვეტილებას უკან დახევაზე და გადაწყვეტილი აქვს, რომ იგივე ისტორია გამეორდეს, რაც ბახმუტის და ავდიივკის შემთხვევაში, ეს არის თვეობით გაგრძელებული ბრძოლები ერთი პატარა ქალაქისთვის. შეგახსენებთ, რომ ბახმუტი სიდიდით არის გლდანის ხელა, ხოლო ავდიივკა კიდევ უფრო პატარა. რაც შეეხება პოკროვსკის, ორივე მათგანზე დიდი არის, ის ნახევარი რუსთავის ხელა არის. ამას უკვე მე რამდენიმე ეპიზოდია ვიძახი, იმისთვის რომ კარგად და ადვილად იყოს შესაძლებელი, რა მასშტაბებზე არის საუბარი და რა მასშტაბის ქალაქების აღებას ანდომებენ რა დროს რუსები და როგორ იცავენ თავს უკრაინელები ნებისმიერი ასეთი ქალაქისთვის. ამას რა თქმა უნდა თავისი უარყოფითი შედეგიც აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელებს როგორც ვიცით, 1-8-ზე აი ამ შეფარდებით უწევთ თავდაცვა, თუმცა დაუშვათ კიდევ ერთხელ ისევ იმ დაშვებაში ვარ, რომ უკრაინელები აზვიადებენ და 1-8-თან არა, მაგრამ 1-4-თან მაინც არის. აი ეს შეფარდება შესაბამისად დანაკარგები საკმაოდ დიდი აქვთ აქ უკრაინელებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსებსაც აქვთ დანაკარგები კიდევ უფრო დიდი. მიუხედავად ამისა, რამდენად ღირს აი ესეთი პატარა ქალაქისთვის ასეთი ბოლომდე ბრძოლა და ამდენი ცოცხალი ძალის ადამიანური რესურსის შეწირვა, ეს მეორე საკითხი არის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უკრაინელებს საკმაოდ დიდი დეფიციტი აქვს ცოცხალ ძალაში და ალბათ რაც რო გავა კიდევ უფრო გართულდება ეს სიტუაცია. მაგრამ აქ მთავარი ამბავი, როგორც ვიცით, ახლა არის აი ამ ეგრეთ წოდებულ ჯიბეში ხომ არ არის საფრთხე, რომ ალყაში მოყვნენ უკრაინელები, საუბარია მირნოჰრადის და პოკროვსკის უკან არსებულ აი ამ ტერიტორიაზე. აქ ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან ლისივკაში და სუხიარში დარჩენილი
უკრაინული დანაყოფები. როგორც თქვენ ხედავთ, გზები პრაქტიკულად არ არის, მხოლოდ ორი გზა არის და გზები ამ შეფერილობაზე უკეთესად ჩანს, ამიტომ აქ გავაკეთოთ. ორი გზა არის, ერთი გზა სუხი ბოდიში პოკროვსკიზე გადის, რომელიც პრაქტიკულად წითლად აღნიშნა, იმიტომ რომ სრულად საბრძოლო მოქმედებების ზონაშია და მის დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებენ, შესაბამისად აქედან ეს დანაყოფები ვერ გავლენ. მეორე გზა გადადის აი ამ მიმართულებით, ადის მირნოჰრადში და უკვე რივნეს გავლით, ცენტრალური გზის გავლით შეიძლება აი ამ მიმართულებით მოხდეს ევაკუაცია, რადგან როგორც გითხარით, აი აქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, შესაბამისად აქ ვერ მოხერხდება, აქ ვერ მოხერხდება ძალების ორგანიზებული გაყვანა. სწორედ იმიტომ, რომ აი ეს გზები, მათი ნაწილი თქვენ კადრშიც კარგად ხედავთ, არის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, უკრაინელებს აქედან გასასვლელად რჩებათ აი ეს მინდვრები, რომელიც აი ამ დასახლებებს შორის არის და აი აქ უკვე ფეხით გადაადგილება, ასე ვთქვათ. მანძილი, გასავლელი, რო ვთქვათ, აი ყველაზე სუხივი არიდან, ყველაზე სამხრეთ წერტილიდან აი ამ გასასვლელამდე არის 10 კილომეტრი. ანუ აქ გამოდის დაახლოებით 10 კილომეტრიანი მანძილის ფეხით დაფარვა მოუწევთ უკრაინელებს იმ შემთხვევაში თუ კი გადაწყვეტენ რომ ბოლომდე იბრძოლონ და ბოლოს უკვე აი ესე არაორგანიზებულად გავიდნენ ამ ზონიდან. რაც შეეხება ყელს, რომელიც იკვრება აი ამ სავარაუდო ალყისთვის თუ ჯიბისთვის, ეს არის Deep State-ის რუკა, შესაბამისად Deep State-ის რუკაზე რო გავზომოთ, საბრძოლო მოქმედებებს შორის დაშორება, აი ეს არის ყველაზე დიდი წერტილი, რომელიც რუსებს აქვთ დაკავებული, ეს არის ყველაზე დიდი წერტილი, ასევე რუსების დაკავებული და აქ 8 კილომეტრია, თუმცა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს შორის, სადაც არსებობს აი ამ წერტილებს შორის, სადაც საბრძოლო მოქმედებები არის, დაახლოებით 4 კილომეტრამდე არის მანძილი. ანუ აქ არ არის პატარა მანძილი იმისთვის, რომ ჯარებმა ორგანიზებულად შეძლონ გასვლა. და რაც შეეხება სლივაჩნიკ-აპრის იგივე, ასე ვთქვათ, რუსულ წყაროს ამ რუკის მიხედვით, კიდევ უფრო დიდი ყელი არის დარჩენილი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, აი ეს არის წერტილი, რომელიც ასე ვთქვათ, აქვთ რუსებს დაკავებული თავიანთივე რუკის მიხედვით, ხოლო უახლოესი მანძილი ამ წერტილამდე არის აი აქ, ანუ დაახლოებით 7 კილომეტრი. ანუ სლივაჩნიკ-აპრიზის რუსული წყაროს მიხედვით, ყელი იმისთვის, რომ ჯარებმა მოახერხონ უკან დახევა, უკრაინულმა ჯარებმა ამ შემთხვევაში 7 კილომეტრიანი არის, რაც საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, მანძილი არის და არანაირი პრობლემა აქ არ უნდა იყოს, რომ სრული შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მოახერხონ უკრაინულმა ძალებმა ორგანიზებული უკან დახევა. ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ 1 წლის წინანდელი რუკა, ანუ 2025 წლის, უფრო სწორედ 1 წლის წინანდელი არა, 2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით როგორი სიტუაცია არის. აი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს, ასე ვთქვათ, პირობითი მონიშნვა მილიმეტრებში არ არის გაყოლებული საზღვარს, თუმცა აი აქ არის დატოვებული დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც 2 წლევანდელ 1 იანვრის მონაცემებით იყო და 8041 კვადრატული კილომეტრი არის, რომელსაც აკონტროლებენ, ასე ვთქვათ, უკრაინის შეერაღებული ძალები. მთელი წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ჩვენ ნახეთ, რომ თქვათ იგივე კუპიასკთან 4 კილომეტრით, მირნოჰრადთან 7 კილომეტრით, პოკროვსკისთან 3 კილომეტრით, აი ამ მანძილებით დაფარეს ტერიტორიები, წინსვლა ამ მანძილებით ჰქონდათ და შედეგად ახლა დღევანდელი მონაცემებით არის აი ესეთი ვითარება. ანუ 5608 კვადრატული კილომეტრი რჩება ისე უკრაინელთა კონტროლებად ტერიტორიად. ანუ წლის დასაწყისში არის აი ეს ვითარება, მასშტაბებში სხვაობა არის, თუმცა სხვანაირად არ ეტეოდა რუკაზე, აი აქ მივაქციოთ ყურადღება აი ამ მონაცემს, 8041 კვადრატული კილომეტრი ის ადგილი, რასაც უკრაინელები ასე ვთქვათ, აკონტროლებენ, ხოლო 10 თვის და 1 კვირის თავზე 5600 კვადრატული კილომეტრი, რომელსაც აკონტროლებენ. ანუ ამ ხნის განმავლობაში 2000 კვადრატულ კილომეტრზე ცოტა მეტი ოკუპაცია შეძლეს რუსებმა. ეს არის ის მონაგარი დონეცკის ოლქში, რომელიც დაუფლებაც ამ სეზონზე რუსებმა შეძლეს. ეს მიუთითებს იმას, რომ თან აი აქ თუ დააკვირდებით ეს მონაკვეთი, სადაც ასე ვთქვათ
კუპიანსკია, პოკროვსკია ბოდიში მე უკვე ოკუპირებულად მაქვს ჩათვლილი, ანუ ეს არის ის პერიოდის მოცემულობა, თუ კი მირნოჰრადის და პოკროვსკის დაკავებას რუსები მოახერხებენ. მაგის მერეც 5600 კვადრატული კილომეტრი კიდევ დარჩებათ უკრაინელებს თავისი კონტროლის ქვეშ. ამით იმის თქმა მინდა, რასაც წინა ეპიზოდშიც ვიძახდი, რომ პოკროვსკს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა იმაზე, თუ როგორ გამართარდება საბრძოლო მოქმედებები, კი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის 2-3 ოლქის გზაგასაყარზე, ასე ვთქვათ, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს პოკროვსკის დაცემა არ ნიშნავს იმას, რომ ომში რაიმე სერიოზული გარდატეხა მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ აქ კიდევ არსებობს იგივე დონეცკში 3 ქალაქის აგლომერაცია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და ეს არის სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, აი ეს 3 ქალაქი. სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, აი ეს ასე ვთქვათ, ბრძოლის ხაზი, თავდაცვის საფორტიფიკაციო ხაზი, რომელიც ძალიან მაგრად არის გამაგრებული და მისი დაკავება საკმაოდ რთული იქნება რუსებისთვის. აქ აღსანიშნავია, რომ ჩემს ვარაუდს შემოგთავაზებთ, უფრო სწორედ, მას შემდეგ, რაც საბრძოლო აქტიური მოქმედებები პოკროვსკის მიმართულებით დამთავრდება, ამის შემდეგ უკვე რუსები დაიწყებენ კონსტანტინოვკაზე ძალიან ინტენსიურ იერიშებს, როგორც ხედავთ, აქ უკვე დიდი ხანი არის ეგრეთ წოდებულ სააგარაკო ზონაში რუსების შესრულები არიან, თუმცა წინსვლა ამ მიმართულებით არ აქვს და კონსტანტინოვკის პარალელურად ასევე ეცდებიან ჩრდილოეთით, ეს უკვე ხარკოვის ოლქში დაამთავრონ კუპიანსკის შეტევა, რადგან უკვე თვეები არის, გაჭედილები არიან აი ამ მოცემულობით და წინ ვეღარ მიდიან. აქაც ქალაქი პრაქტიკულად სრულად საბრძოლო მოქმედებების არეში არის, თუმცა კუპიანსკიც ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, დგას, ვერ აიღეს რუსებმა, შესაბამისად უკრაინელები ცავენ. მე მგონია, რომ პოკროვსკის კამპანიის დასრულების შემდეგ უკვე კუპიანსკზე და კონსტანტინოვკაზე ერთდროული მასირებული შეტევა დაიწყება და ეცდებიან ამ მიმართულებით წინსვლას. შესაბამისად, უკვე ამ მიმართულებაზე უნდა ველოდოთ სიახლეებს. აქვე მინდა კიდევ ერთი ინფორმაცია გაგაცნოთ. მე რამდენიმე ეპიზოდის წინ გიყვებოდით ახალ რუსულ ტაქტიკაზე, როდესაც ხდებოდა 2-3 კაციანი რუსული ჯგუფების შეჟონა ქალაქის სიღრმეში, ანუ ნაცრისფერი ზონის ბოლოს, სადაც საბრძოლო მოქმედებები არის, იქ გამოზამთრება, ასე ვთქვათ, დაძნებულ აქტივად გადაქცევა და ასე შეგროვება მოიერიშე ჯგუფების მათი მომარაგება ხდებოდა, ასე ვთქვათ, დრონების მეშვეობით და საკმაოდ, ასე ვთქვათ, რამდენიმე საქილიკო კომენტარი დამიწერეს, რომ ეგ არარეალური და აბსურდულია. გავიდა რამდენიმე კვირა და ახლა უკვე რუსეთის გენშტაბმა დაადასტურა, რომ ეს იყო სწორედ მათი ტაქტიკა პოკროვსკისთან მიმართებაში, როდესაც ქალაქის ზღუდეებზე იყვნენ და მიმდინარეობდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ზღუდეებზე, ხდებოდა 2-3 კაციანი რუსული დანაყოფი რთულია და ვარქოთ 2-3 კაციანი ჯგუფების შეჟონვა საბრძოლო მოქმედებების სიღრმეში, იქ რომელიმე მიტოვებული შენობის სარდაფში ჩასვლა და დაძნებულ აქტივად გადაქცევა. შემდეგ მას ემატებოდა სხვა 2-3 კაციანი ჯგუფი და ასე იკვრებოდა შტურმზე მოიერიშე ჯგუფები და მერე ხდებოდა მასირებული შეტევების წარმოება, ასე რომ ის რაც მე რამდენიმე კვირის წინ გითხარით, სხვადასხვა ღია წყაროზე დაყრდნობით და მისი ანალიზის შედეგად ახლა უკვე რუსეთის გენშტაბმაც დაადასტურა, რომ ეს ასე მოხდა და დიდი ალბათობით კონსტანტინოვკაშიც უნდა ველოდოთ, რომ იგივე მდგომარეობა და იგივე ვითარება იქნება. ასევე შევეხები საჰაერო თავდასხმებს. მე როგორც გაგაცანით სტატისტიკა, ოქტომბერში პრაქტიკულად 3 დღეში ერთხელ ხდებოდა უკრაინაზე კომბინირებული საჰაერო თავდასხმა, ხოლო 5 დღეში ერთხელ იყო ეს უკვე მასირებული კომბინირებული თავდასხმა. აქ შემთხვევაში დინამიკა შეცვლილი არის ნოემბრის აი ამ 8 დღეში და დღეს გამთენიისას პირველად მოხდა მასირებული თავდასხმა კომბინირებული უკრაინაზე, სადაც გამოყენებული იყო როგორც დრონები, ასევე ბალისტიკური რაკეტები, ასევე ვრთოსანი რაკეტები და 500-ზე მეტი სამიზნე მიფრინავდა, ასე ვთქვათ,
უკრაინის მხრიდან, მათგან ნაწილი ჩამოგდებული არის, ძირითადად როგორც ხდება ხოლმე დრონები არის ჩამოგდებული, თუმცა აქ მინდა გესაუბროთ დინამიკაზე. აი ამ 8 დღის განმავლობაში ეს იყო პრაქტიკულად პირველი მასირებული თავდასხმა, მანამდე ძირითადად ხდებოდა დრონებით თავდასხმა, თუმცა 200 პრაქტიკულად 200 დრონს არ ადიოდა რაოდენობაში და ერთეული შემთხვევები იყო, სულ 2 თუ სწორად მახსოვს, როდესაც ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს ერთეული შემთხვევები და არა მასირებული, როგორც დღეს ღამის შემთხვევაში. ეს მაძლევს ვარაუდს, რომ რუსები ისევ აგროვებენ მარაგებს და ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბრის დასაწყისში ეს კომბინირებული თავდასხმები ძალიან მასიური გახდება, რადგან კიდევ უფრო აცივდება უკრაინაში და შესაბამისად ეს ენერგეტიკის მოხმარება გაიზრდება და ისედაც გადატვირთულ ენერგეტიკას ალბათ დაემატება ეს რუსული საჰაერო თავდასხმები იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოვიდეს წყობიდან ასე ვთქვათ ენერგოსისტემა უკრაინის. პრინციპში დღეისთვის სულ ეს იყო, რაზეც მინდოდა მესაუბრა, თუ კი ამდენი ხანი მიყურებდით, ესე იგი ნიშნავს, თქვენ არხის ასე ვთქვათ აქტიური და ერთგული მომხმარებელი ხართ და თქვენთვის პატარა სიახლე მაქვს. დავიწყე Telegram არხის წარმოება, რომელიც როგორც არხის აღწერაში, ასევე ვიდეოს აღწერაში იქნება. თუ კი თქვენ არ გაქვთ დრო, რომ ყოველწუთიურად განაახლოთ და არ გაქვთ სურვილი, რომ ყოველწუთიურად მიიღოთ სიახლეები და გსურთ, რომ მხოლოდ დღის ბოლოს უბრალოდ სახლში მისულმა ჩამოსხოლოთ და ნახოთ რა მოხდა იმ დღეს მნიშვნელოვანი, სწორედ თქვენთვის არის მაშინ ეს Telegram არხი. ვეცდები ყოველდღიურად საღამოობით მოკლე აღწერა გავაკეთო წმინდა საინფორმაციო. ამან თქვა რომ ეს მოხდა, ამან თქვა რომ ეს დავიკავეთ, იმათმა თქვეს რომ ეს დაიკავეს, აი ესეთი წმინდა საინფორმაციო ხასიათის მოკლე აღწერა იქნება დღის და ასევე ვიდეოები. თქვენ იცით რომ საკმაოდ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, შესაბამისად ამ ვიდეოებს YouTube-ზე ვერ ვდებთ, ასე რომ ამ ვიდეოების თავმოყრა მოხდება სწორედ Telegram არხზე. მე ამდენი ხანი გიზიარებდით, რამდენიმე სრული შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გიზიარებდით რამდენიმე ქართულენოვან Telegram არხს, რომელიც სრულად არის მობილიზებული სწორედ უკრაინის ომზე. ახლა კი საშუალება გექნებათ სრული შემთხვევაში ჩემს Telegram არხზეც გამომყვეთ, როგორც გითხარით აღწერაში მისი ლინკი არის, შეგიძლიათ გამოიწეროთ და იქ ყოველდღიურად საღამოობით მიიღოთ ასე ვთქვათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა. როგორც წესი Telegram არხები ცოტა შემაწუხებელია და ყველას მიუცი აქვს გადაყვანილი, იმიტომ რომ ძალიან ოპერატიულად ხდება იქ ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში ეს დამღლელია. ჩემი Telegram არხი ასე არ იქნება, ანუ არ იქნება ორიენტირებული ორი ოპერატიულობაზე და იმაზე თუ რაც შეიძლება სწრაფად მოგაწოდოთ ინფორმაცია, უბრალოდ იქნება დღის ბოლოს მიმოხილვა იმ დღეს რა მოხდა და ასევე აი ეს გზნობიარე ვიდეოების თავმოყრა, ვისაც ამის ნახვის სრული გექნებოდათ. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ ამდენი ხანი მიყურებთ. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ არხის მაყურებლის 70% გამომწერი არ არის, ასე რომ თქვენ ვინც არხს უყურებთ, მაგრამ არ ხართ გამომწერები, უმოჩილესად გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გაზიაროთ სოციალურ ქსელებში. თქვენ კი განსაკუთრებული მადლობა, ვინც დონაციას ეწევა არხისთვის, დონაციის სრულებს შეგახსენებთ, ანგარიშის ნომერი აღწერაში დევს. მადლობა, დროებით ნახვამდის.